ესმასთან გადავიდეთ თუ შეიძლება. ესმა თუ შეიძლება ცოტა თავიდან და მთავარი ეს არის მივადგეთ ზოგადად ქვეყანაში რა პრობლემებს ვაწყდებით შეშმ პირებთან დაკავშირებით. ანუ მოგესალმებით პირველ რიგში. ესე ზოგადად რა ვიცი შეგვიძლია თან დაუსრულებად ვილაპარაკოთ და თან აი გულწრფელად რო გითხრათ აი ბოლო პერიოდი უკვე აღარ ვიცი რაზე ვილაპარაკო ან რაღაცა საიდან დავიწყო და რითი დავამთავრო ხოლმე იმიტომ რომ და ამიტომ ჯობია ალბათ რომ ნუ მარტო თბილისით ესე თქვა შემოვიფარგლოთ ანუ რა ვიცი 37000 საათ სიჩქარით იღებენ სხვადასხვა კანონებს მაგრამ აი დასაქმებაზე ვსაუბრობთ ხო ანუ ამდენი წელია ვითხოვთ რომ შეშემოპირების დასაქმების კვოტირების ანუ სავალდებულო კვოტების შემოღების კანონმდებლობა მიიღონ რომელიც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის მათ შორის და ზუსტადაც რომ აი ესე თქვა ნანას ერთი სამსახურიდან რომ გამოუშვებდნენ რომ სხვა სამსახურში დასაქმების შანსი ქონოდა იმიტომ რომ ესე კი არა რომ ჩვენ ვიხვეწებოდეთ სამსახურს და აქეთ სამსახურები რომ ეძებდნენ კვალიფიციურ უნარიან შეშემოპირებს რომ დაასაქმონ ხო რომ ეს რეალობა შეიცვალოს და ეს კანონი ნუ აქამდე ვერ მივიღეთ კი არა ვერ მიიღეს და არ მიიღეს ეხლა მაგალითად თბილისის მერიას რაც შეეხება ხო ანუ ამდენი ხანი ვერ მოება თავი ერთ ელემენტარულ რამეს აი შუქნიშნებზე რომ ვილაპარაკოთ და გაჩერებების გამოცხადებაზე გაჩერებები დღესაც ალბათ ყოველ მესამე ავტობუსში არ ცხადდება ნუ როცა შეცდომით ცხადდება მაგაზე არაფერს აღარ ვამბობ ანუ არ ვიცი მაგრამ ძირითადად შეცდომით ცხადდება შეგაწყვეტილება ირევა აი არ ვიცი იცით ანუ ეს არის ინტერნეტის ბრალი GPS-ის ბრალი იმათ მიერ ანუ რაღაც არაკომპეტენტურად დაწერილი პროგრამის ტურისტი ბრალი არის არ ვიცი იმის რომ ან მაგალითად იმის რომ ეხა როცა ფუჭდება და საერთოდ არ ცხადდება იმის ბრალია რომ ძველი ავტობუსები შემოიყვანეს იმიტომ რომ ეკონომია გააკეთეს იმიტომ რომ სხვა მათთვის უფრო სასიამოვნო რაღაცებში დაეხაჯათ ის ფული ხო და ასე შემდეგ ხო აი უდიდესი ბოდიშის მოხდით ჩავერთვები არ მინდა რომ გამომჩეს ავტობუსის გაჩერებების გახმოვანება არის რა თქმა უნდა ჩვენი ძალიან დიდი ტკივილი იმიტომ რომ არ ხმოვანდება გათიშულია და მე რომ მივლენ აი ბოლოში რომ მივალთ იქ დაგხვდება მე იმ გავდივარ ახლა და ეხა შენ რომ ბოლოში მიხვალ და იქ ვიღაც ტექნიკოს ნახავ ანუ მე ამ შემთხვევაში ხო ზარალდები და ყველაზე მთავარი დამოკიდებულება რა არის ასეთი გადამზადებული მსღავლები ყავს ბჭყალებში როდესაც ვეკითხები რომ აი გაჩერებები რატომ არ ცხადებ არ იცით სად მიდიხართ ან თუ არ იცით სად მიდიხართ რას დადიხართ აი ეს მინდოდა დამემატებინა და ანუ ხო მით უმეტეს როდესაც ჩემსაც თუ თქვა სხვა ჩვენს მძღოლს რო აგერ წერია ტაბლოზე უკაცრად მეთქი ამ ხელჯოხით დგავარ მეთქი და სინათლო ვარ და ვერ ვხედავ თქო. ანუ უხელჯოხოდ როცა ხარ ანუ მცირე მხედველი, რომელსაც შეიძლება ესე არ ეტყობოდეს და იმ ტაბლოზე ხან წვილა წერია, ხან რაღაცა, უფრო არ ჩანს კიდევ და უფრო მეტად აი ესე მიმართავენ ისინი კონტროლიორებიც და სულ ყველა ვერ ხედავ სად ხარ ან არიცი და ანუ ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მაგათ არიციან ხელჯოხი რას ნიშნავს. ეხლა ამ ბოლოს ერთადერთი, აი ბოლო 6 თვეა რაც შეიცვალა არის რომ ადრე რომ ვრეკავდი სატრანსპორტოში, ნუ არ ცხადება მსოფლიო ხო არ იქცევაო, ნუ დაიქცა სამყარო, აი ეგეთი პასუხები იყო. ეხლა და მძღოლებისგანაც ეგ ნუ არ მუშაობს რა გინდაო და ეხლა აი ბოლოს უფრო ისე არიან რომ ნუ აი ხო ვიცით რომ საჭიროა და ბოდიში და მოვახდენთ რეაგირებას და მადლობა და ანუ ეს მაინც დამოკიდებულება ამდენი რეკვით მე ამას რატო ყვები ხო იმიტომ რომ ამ რეკვას და ამ თხოვნას თუ მოთხოვნას თუ ამას მაინც აქვს აზრი მოკეთ მაგის თმას ვცდილობ და აგერ ამ დღეებში მოკეთ 200 სანათოთა სკოლის მიმდებარედ აი ისეთი გზა არის აი დამტრეული, ნუ ის რომ ტროტუარზე usინათლო ვერ ადის და ვერ დადის, იმიტომ რომ იქ მანქანები აყენია, იმიტომ რომ ხის ტოტები არ არის შეჭრილი, ანუ არ არის მოვლილი. ერთადერთი usინათლოთა სკოლის გარშემო ვამბობ, სადაც ბავშვები, მათ შორის გარეთაც უნდა გადიოდნენ, რომ უბანს ათვალიერებდნენ და ანუ საზოგადოებასთან ინტეგრაციას ახდენენ, ხო არ შეიძლება ესე ბჭყალებში ზონასავით, რომ მარტო სკოლის ტერიტორიაზე იყვნენ, ხო? და იქ ისეთი გარემოა, რომ ტროტუარზე ვერ ივლი, უნდა იარო საავტომობილო გზაზე. და საავტომობილო გზის ნახევარი არის აი ისეთი დამტრეული, იქ დგება ტალახი, ქვიშა, მტვერი და მანქანა რა თქმა უნდა იმ გზაზე არ დადის. ანუ მანქანა როცა მიდის, შენ უნდა გაიწიო და იმ ტალახში უნდა ჩააბიჯო ფეხი. წელიწად ნახევარია ვითხოვდი.
გამგებელსაც შევხვდი ჩვენი რაიონის დაპირებაც მივიღე რომ გაკეთდება და წელიწად ნახევარი ერთმა არჩევნებმა ჩაიარა, მეორემ ჩაიარა, არავინ ეს არ გააკეთა, მაგრამ ეხლა რაღაც ჯგუფში რომ დავპოსტე ეს ვიდეო, იქ დამიკომენტარა იმან ისნის გამგეობამ, რომ ამას ახლო მომავალში ეს მოგვარდებაო და აბა რა ვიცი, იმედი მაქვს, არ ვიცი. მე რამდენი ახლო მომავალი არის. ძალიან ვერ მოგვიახლავთ. აი, ასეთი პატარა რაღაცების გამო რატო უნდა გვიწევდეს ამდენი ბრძოლა, ჩემთვის არის გაუგება, რატო უნდა ვხარჯავდეთ დროს და ნერვებს და აი, რისი ბრალი ეცით, აი, არაპროფესიონალიზმის თუ გულგრილობის თუ რისი ვერ ხვდები. ახლა შუქნიშნებზე რო ვთქვა. გულგრილობის ალბათ ან რაღაცა საკმარისი ატკატი არ არის მაგ გზის მოწყობაში და არ გჭირდება. ძალიან ცოტა დრო გვაქვს ეს მასწავლებლად. უცებ გეტყვით აი შუქნიშნებზე რა ხდება, ხო? რამდენიმე ცალი არის ქალაქში, ხო? ისიც არ არის ბევრი და ის რამდენიმეც არის გაუმართავი. ანუ ერთხელ რო აირევა, მე როგორ უნდა გამართონ სწორად? ხმოვან სიგნალს გულისხმობ, ხო მართალია უცებ. არიციან, ანუ ეს ხო არის ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, ხო? აი ხა მაგალითად ამ ისევ და ისევ ამ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე არის აწყობილი, რომ მწვანეზე ხმას გამოსცემს, წითელზე არა. ანუ ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა გამოვიცნოთ როგორ არის აწყობილი, ანუ ეს არის ძალიან ცუდი და აი ეს ჩართულობა კიდე რო არ არის თემის, ნახეთ, ჩვენ თავის დროზე რო დაერქვა სახელწოდებები გაჩერებებს, არავინ არ ჩაგვრთო ამ პროცესში და მე დაგვჭირდა და აღმოვაჩინეთ, რომ სკოლის მიმდებარედ რო გუთნის ქუჩა ერქვა გაჩერებას, რომ რატო უნდა ერქვას, როცა არავინ არ იცის ქალაქში, რომ უსინათლოთა სკოლა არსებობს და რო დაისვა საკითხი, ნუ რაღაცა მე ეხლა გადაერქვა ამ ცოტა ხნის წინ და დაერქვა გაჩერებას 202 მცირე მხედრე და უსინათლოთა საჯარო სკოლა, რაც კარგია, მაგრამ რატო უნდა დაჭირებოდა ჩვენ რო თავიდანვე ყოფილიყავით ჩართულები, ამას რაღაცა ცალკე პროცედურები დაუშვათ არ დაჭირდებოდა და უკვე ხალხს გაუჯდებოდა თავში, ვინც ჩაივლიდა ამ გაჩერებასთან, რომ ეს სკოლა არსებობს. დიდი მადლობა გოგოებო. აი, ამიტომაც ვითხოვთ გვინდა და ვიბრძვით და მივიწევთ ევროპისკენ, რომ აი ესეთ წუმპეში არ ვიცხოვროთ და ცივილიზაციასთან ახლოს ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოგზაურობისთვის. ხო, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის და საინფორმაციო გამოშვება პირველების დრო დადგა და ჩვენ პირველების მერე დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა. დროებით, მადლობა კიდევ ერთხელ.